უნდა მეგობრებო, დღევანდელი მიმოხილვა მიმდინარე მოვლენებისა უნდა დავიწყოთ BBC-ს მიერ შეიძლება ითქვას გახეთქილი ფაქტით იმის თაობაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული და ქიმიურ იარაღად აღიარებული ციანიდის შემადგენელი ხსნარები, რომელიც აურიეს წყალში და ვითომ წყლის მისხმის დროს ხდებოდა ის, რომ ადამიანები იწამლებოდნენ არათუ მწუთიერად, არამედ გროვდებოდა მათ ორგანიზმში ძალიან შორსმიმავალი მძიმე შედეგები, რის თაობაზეც ალბათ იქნება ძალიან ბევრი კვლევაზიება კიდევ განხორციელებული და შესაბამისი ექსპერტიზებიც. მაგრამ მინდა დასაწყისშივე განვაცხადო, რომ საქართველოს ლეიბორისტული პარტია მიმართავს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რომის სტატუტის შესაბამისად აღძრა სისხლის სამართლის საქმე ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით და მისცეს პასუხისგებაში აი ეს ხროვა. ხელისუფლების შესვლისთანავე რაც აუცილებლად და მალე მოხდება, ჩვენ ივანიშვილს და მის გარემოცვას გადავცემთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, ოღონდ იმ გარანტიებით, რომ მათგან მოპარული მილიარდები და მიყენებული ზიანი მატერიალური მთლიანად იქნება მოქცეული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და გადანაწილდება მათ მიერ მოწამლულ, ნაცემ, დაზარალებულ, მოტყუებულ, გადაგდებულ, გაღატაკებულ ხალხზე და ქვეყნის სამომავლო საჭიროებებზე. აი ეს სანქცირების პროცესი მათ გაუხდებათ სანატრელი, რადგან წინააღმდებათ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალი და ისინი უკვე დაადგნენ იმ გზას, რაც გაიარეს ქიმიური იარაღის გამოყენებელმა ჰუსეინმა, სადამ ჰუსეინმა ერაყში და ასადმა სირიაში.